საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლის რევაზ ნადარაიას ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო. პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და რევაზ ნადარაიას სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. ღონისძიებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები დაესწრნენ. რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ 2025 წლის 3 აპრილს დაინიშნა. ის 15 წლის განმავლობაში საერთო სასამართლოებში მოსამართლის უფლებამოსილებას ასრულებს. და მოგილოცოთ ბატონო რევაზ, ჩვენ ქართული სახელმწიფო ვიცით რომ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს გადის და უმაღლესი დოკუმენტი ჩვენი კონსტიტუცია ამ მნიშვნელობას ატარებს და იძენს თითოეული ჩვენთაგანისთვის, ყველას კარგად მოგეხსენებათ და ყველაზე უფრო კარგად თქვენ მოსამართლეებს. მე რა თქმა უნდა ასევე ფიცის დადების დროს განვაცხადე რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ეს დიდი პატივია, ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა და თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს ვალდებულება იმის რომ ჩვენ ვიყოთ მაგალითი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი არის თქვენს წინაშე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ფიცის დადება და დღეიდან ამ წუთიდან უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ წევრებთან ერთად დარწმუნებული ვარ მეც ჩემს სრულს შევიდან საკონსტიტუციო სასამართლოს განვითარებაში.